მე ამოხსენი შენი საიდუმლო. წუხელ მთელი ღამე ვფიქრობდი ამაზე, მაგრამ ბოლოს მაინც მივხვდი ყველაფერს. საინტერესოა, მომიყევი. კვიპროსზე სათამაშოდ არ ჩამოსულ ხარ. აბარისთვის. შენ ჩვენთან ჩამოხვედი. ჩამოხვედი, რომ ჩვენს შესახებ რაღაც გაგეგო. რა შემჭირდებოდა? მე ასე მოიქცეოდი. ჩემთვისაც საინტერესო იქნებოდა. ჭუჭყიან თეთრეულში ქექვას დავიწყებდი და ვერც ვერავინ შეამჩნევდა ამას. მერე რა სიზამდი? მერე მოქმედებას შევწყვეტდი. სინამდვილეში რა უნდა ჩვენგან ეზელ ბაირაკტარს? შენ იცი ალი? მას დახმარება უნდა. დახმარება. სასტუმრო საშენება უნდა სტამბოლის ყველაზე ლამაზ ადგილას. ძალიან არის გატაცებული ამ იდეით, მაგრამ მარტო ვერ გაართმევს თავს. მას არაფერი გაეგება სასტუმროების ბიზნესის. ის კარგად ერკვევა ადამიანებში, ამიტომაც ცდილობს შეგვისწავლოს. მართალი ვარ? მართალი ხარ? მერე რა გაირკვა? გამოვდგებით? შებნემ. ზოგჯერ თავის გადასარჩენად სხვების დახოცვა გვიწევს. ზოგჯერ თავის გადასარჩენად საკუთარი სიყვარულის მოკლა გვიწევს. ვიდრე თვითონ მას არ დაუღუპი ხარ. ალო? დაიკა. ნერვიულობდი. ყველაფერი კარგადაა? სად ხარ? ნერვიულობ. მალე მოვალ. ჯანი კარგად არის? კი, უკვე დაიძინა. მალე მოდი ვიჭარავთ. კარგი ძვირფასო. ბაჰარ. გისმენ დაიკო. მინდოდა მეთქვა რომ მიყვარხარ. მეც მიყვარხარ. აქ დაჭიქი. გაიგებინ გააკეთა ეს. სოლიონები იყვნენ, ჯერ ვერ ასავლე ჭკუა. არა, მათთან მორჩენილი ამბავი, მაგრამ გავარკვევ ყველაფერს. მაგათ ვასწავლე ჭკუას. ჯერ უსაფრთხო ადგილას მიგიყვან. წავედით. ეს საქმე მაფიქრებს. მანქანა გაგზავნე ჩემებთან, სახლს უდარაჯო. დანარჩენი ადგილებით შეამოწმე გასაგებია. ბატონო ჰასან. ბატონ ჯენგის ოთახი სჭირდება ამაღამ. ჩვენი ბიზნესი კატერით გასეირნებას არ გავს. უკვე შეჩვეულები ხართ. ეს ნორმალურია ამ გზაზე. ჰასანს ველაპარაკე, ოთახი მოამზადა სასტუმროში. არა, მე უკეთესი ადგილი ვიცი, იქ ვერავინ მოგვაგნებს. წავედით. ჯერ არ დაგვიმთავრებია, ბოლომდე მივიყვანოთ ეს ხელი.
თქვენ ალბათ არც ისე ხშირად შესწრები ხართ სროლას. შეგეშინდათ? კამილ, შებნემის სახლში წაიყვანა. ეს ჩემთან იყოს. დროზე ადრე ჩაცლი. ჩვენი კაცია. შეამოწმე ყველაფერი ადგილზეა თუ არა. პასუხს აგებიცოდე. ბატონო ალი, ასე დიდხანს იცოცხლებ. რა თქმა უნდა, ჩემი ხელით თუ არ დაგახჭე. ბატონო ალი, ბევრი საქმე გვაქვს დროზე თქვი. ქალბატონი იშანს გავყევი უკან. მერე? ერთ ადგილზე მივიდა. ნუ მიედმოედები, ბევრი საქმე მაქვს. პირდაპირ თქვი. ერთ კაც შეხვდა. Şimdi cevap ver. მიპასუხე. Sen o resimdeki adamı daha önce gördün mü? ნახე ის კაცის სურათზე. მოისმინე მისი ხმა. იცნობ? Hangi resim? ვინ არის? Burayı göster. მიხედე აქ ყველაფერს. სადმე ვიხარ? ჯერ მისამართი მომეცი. ეს საიმედო ადგილია. Burası var ya. ეს ადგილი ოდესღაც ჩემთვის ამ ქვეყნად ყველაზე საიმედო იყო. O zaman cepte რა თქმა უნდა, მაშინ ჯიბეში გროშიც არ მედო. ამით ვთამაშობდით ხოლმე. Kimle? ვინდოვინ? Kumarhanede doğru dedim değil mi? კაზინოში სწორად მივხვდი არა? Araştırdın sen. შენ უკვე გაიკითხე ჩემი ამბავი. Beni araştırmadın mı? თქვენ? გაიგითხეთ ჩემი ამბავი. Yok canım. რა უნდა გამეკითხა? გეკითხები და მპასუხობ. აბა კიდევ დაგჭირ შეკითხვები. მითხარი. ჩვენ შესახებ კიდევ რა გაინტერესებს? Bizle ilgili. ეშან. ჩემო პეპელა მოხვედი, ჩემო პატარა. მე ძალიან მენატრებოდი, მამიკო. ძმაო. საერთოდ არ შეცვლილ ხარ. ზუსტად ისეთივე ახალგაზრდა ხარ, როგორიც იყავი. Maşallah. ეშან მაგითხრა რომ აქ ვარ. არ გინდა. Sakın yapma. არ გინდა გთხოვ. Bak sakın. არ გინდა არ მომგლა. Bak etrafı. მე ერთი საწყალი. წყალწაღებული კაცი ვარ. რას მოგცემ შემიმოგლა. Durunca söyle. როცა მოკლავ მე რეგეტყვი. არ გინდა. ნუ გახდები მკვლელი. ნუ გახდები მკვლელი ჩემ გამო. Onu önceden მაგაზე ადრე უნდა გეფიქრა. sen katil. კვლელა შენ მაგციე. Yapma. არ გინდა გთხოვ. არ გინდა. Lütfen yapma. Niye yapmayayım? რატომ არ მინდა? იმიტომ რომ გვაშანტაჟო? O masum. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მოსხო ჩირკი უდანაშაულო გოგოს. ეშან ზიანბობ? Zaten კი მაგრამ ის ხომ? რა იშანი, ის თვითონ მიხედავს თავის თავს. ბაჰარზე გელაპარაკები, ბაჰარზე. ბაჰარი? Peki. რას ეტყვი ბაჰარს? რას? senin babanı ეტყვი მამა შენი მოვკალიო? bahara yapma bari. ამას ეტყვი? Bizi geç. არა, ასე, ნუ მოექცევი ბაჰარს. Bir daha yapma. ალი, Yemin ჩვენ დაგვევიწყე. იმაზე იფიქრე. მე აღარ დავბრუნდები. აქ გეფიცები, გავკრები. Siz buradan tanışıyorsunuz. ყველანი გადახვედით აქედან. Ali sen. ალი შენ, ეიშანი. ო.
Onlar kopmuş. მათ დაივიწყეს ეს ადგილი. შენ კი მაინც მოდიხარ ხოლმე, რატომ? ამას საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს. Aklındaki soruları შენ მითხარი მკითხე რაც გაინტერესებსო, ხო და მეც გაკითხები. bu soruyu იცი რა უნდა ვხნა? ამ კითხვაზე რომ გიპასუხო. sana ომერის ამბავი უნდა მოგიყვე. მომიყევი. ომერი. benim en iyi arkadaşım ომერი ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო. Ömer. ომერი. ნახე? Kazandı. მოვიგე. Vay. Nasıl gördün? როგორ შეამჩნია? Şahin. Belki de seni sandım. შეიძლება იმაზე უკეთ გიცნობ, ვიდრე შენ გონია. Tanıyamaz. არ არსებობს. Kimse beni. ჩემი გამოცნობა არავის არ შეუძლია. Ömer. ომერი. Ömer tanıyor mu? ომერი გიცნობდა? Ömer ომერი ფიქრობდა რომ ყველაზე კარგად მიცნობდა. tanıdığını sanıyordu. Bak sana ne. მინდა რაღაც გითხრა. Ömer var. ომერი სხვანაირი იყო. Başkaydı o. ის Fazla. მეტის მეტად კარგი იყო ამ სამყაროსთვის. Ya. ო, Şimdi burada olsa. არ გინდა ახლა შენს გვერდით იყოს. Vay. ო, Ne güzel olurdu. მაგარი იქნებოდა. Ne güzel olurdu. კარგი იქნებოდა, მაგრამ არა. არა, Olmazdı ki. ის აქ არ იქნებოდა. Niye? რატომ? Hani derler ya. როგორც ამბობენ ხოლმე, Kötü kadın. ბედმა არ გაუღიმა. Onun başına geleni. ვერავინ შეძლო იმ უბედურების შეჩერება, რომელიც მას დაატყდა თავს. Sen de შენც არ შეგეძლო ამის შეჩერება. Ben. Ben belki. მე იქნებ შემეძლო კიდეც. Nasıl? როგორ? Ömer. ვეტყოდი ომერ, წადი მეთქი აქედან. Git buradan. წადი აქედან, ყველაფერი მიატოვე. მიატოვე ოჯახი, Her şey. მიატოვე საცოლე. Ay. პირველ რიგში მე მიმატოვე, მე დამტოვე Nişan. და წადი აქედან სასწრაფოდ. Herkesten önce ძმაო, ეს დაწყევლილი ადგილია. bırak. Beni არც ერთი წუთით არ დარჩე ძმაო. წადი აქედან. git. კეთილი მგზავრობა, იქნებოდეს მე ჩვენი გზები გადაიკვეთოს. ო, შეიძლება, მაგრამ Kardeşim. ახლა წადი. 2 dakika Hadi dur Ömer. buralarda. Bas git Hadi. kardeşim bu. აი ასე ვეტყოდი. Yolun açık olsun. სწორედ ასე ვეტყოდი. Belki bir gün bir yerlerde yolumuz და შეიძლება kesişir. რაღაც შეცვლილიყო. Ömer. ომერ, Gitti mi? წავიდა, Kaçtı mı? გაიქცა, Kurtardı mı? თავს უშველა. გაიქცა. გაიქცა თავს უშველა. ვერკი. Alo, ალო, alo, ალო, დიახ, Ezel, ეზელ, ben Eyşan. ეიშანი ვარ. Rahatsız ettim. იმედია ხერი არ შეგიშალე. Yok bu. არა, ახლა მცალია. რა მოხდა? Hiç. არაფერი. Kimi arayayım? უბრალოდ არ ვიცოდი ვისთვის დამერეკა. Hani söylemiştim. მახსოვს მითხარი ყავა დავლიოთო ერთად. Eğer uygun. თუ გწალია იქნებ. Ha, şimdi ახლა არ გამოვა müsait değilim. ბოდიში. Kusura bakma. მაპატია რომ შეგაწუხე. Eyşan. ეიშან, Kapama. არ დაკიდა. Ne oldu? რაღაც უცნაური ხმა გაქვს. მოხდა რამე? Anlaşılıyor mu? ძალიან მეტყობა. Ben anladım. მე შეგატყვი. Evet. ხო, Var öyle ki. გაქვს ასეთი ცუდი თვისება. Sesler ქუჩაში ხარ? მანქანების ხმა მესმის. Dışarıdayım. შენ ყველაფერი გესმის. Seni kafanda. Ყველაფერს şeyleri ხვდები. sormuyor mu? o zaman sen მაშინ შენ თვითონ მომიყევი რა მოხდა? Tamam. კარგი, Anlatıyorum. მოგიყვებ. Bugün hiç görmedim. დღეს ესეთი ვიღაც ვნახე, ვის ინახვაც არ მინდოდა.
Sevmediğim biri. ნახე ის ვინც არ გიყვარს? Sevdiğim biri. მიყვარს. Yani eskiden ასე öyleydi. იყო ადრე. Sorun da bu. სწორედ ესაა პრობლემა. Sana da oluyor mu? შენ გემართება ხოლმე ასეთი რამ. Geçmişe saplı. რა, წარსულს ხვდები ხოლმე თუ არა? Evet. ო, Sanki artık kimse beni თითქმის ვერავინ ვეღარ მხედავს. artık kimse რასაც არ უნდა ვამბობდე არ ესმით. ზოგჯერ ისეთი გრძნობა მაქვს, რომ მაჩრდილი ვარ. Evet. ო, მეც ასე ვარ. Oluyor bana. მეც. yeni bir şey რაღაც ახალი მინდა ცხოვრებაში. bir şeyler მინდა რამე მოხდეს. Ne mesela? მაგალითად, bilmiyorum. არ ვიცი, Bir şeyler oldu. რაღაც მოხდეს. Gülmek istedim. სიცილი მინდა. İnanır mısın? სიცილი დამავიწყდა ეს ზოგჯერა. Konuşacak kimsem kalmadı. არავინ მყავს, ვისაც დაველაპარაკებ. Benle konuş. მე მელაპარაკე. Olur. კარგი, Çok sıkıldım. მარტოობით დავიღალე. Bak o. ამის გამოსწორება შეგვიძლია. Nasıl? როგორ? Şimdi otur. ადექი იქიდან სადაც ზიხარ. Kalk. ადექი. Yukarı doğru წინ yürüyorsun. წადი. Hadi. მიდი, Sokağın მე ტაქსი გააჩერე და გააკეთე ის, რასაც მე ვერასოდეს ვერ გავაკეთებ. benim hiç yapamadığım. პირდაპირ სახლში წადე. Doğrucu. მაგრა ჩაიგარე გულში შენი შვილი. ძალიან მაგრა ჩაიგარე გულში. Sımsıkı. ისე თითქოს არასოდეს აპირებ მის Yalnız გაშვებას. bırakmamacasına. გესმის? Tamam mı? კარგი? Tamam. კარგი. Ezel. ეზალ, Evet. გისმენ. სულ ხელს სისულელეები ვილაპარაკე? Abuk şeyler söyle. რაღაც სისულელეები გითხარი? Ortalık sakin. ირგვლივ ყველაფერი მიყვუჩდა. Bizim mesleğin de pisliği. ეს არის ჩვენი სამუშაოს მინუსი. ერთ დღეს მე ფეხარ, მეორე დღეს მაძანძალა. Belki იქნებ დროა სამსახური შეიცვალო. Dün sana გუშინ უკვე გკითხე. გამომადგებით თუ არა? yararsın. გამომადგებით, პარტნიორო. Ortak. o zaman biz de თუ varız. ასეა ჩვენს თანხმობას ვამბობთ, პარტნიორო. Seninle çok დიდ საქმეებს დავატრიალებთ. Ama dur. ოღონდ მაინტერესებს, ვის მიუძღვნით ჩვენს პარტნიორობას? ვის? Biz yükselip მათ ვინც ძირს დაენარცხა იმისათვის, რომ ჩვენ ავმაღლებულიყავით. kötü olan, ძიმე ხვედრის ადამიანებს, kaybeden. რომლებმაც ყველაფერი წააგეს. Onlar olmasa nasıl kazanır? ჩვენ როგორ მოვიგებდით მათ გარეშე? Bundan sonra ამ წუთიდან ჩვენ შორის საიდუმლო არ არსებობს. biz aramızda gelişiriz falan ama. იმას ყურადღებას ნუ მიაქცევ ხანდახან, რომ ჩხუბობთ ხოლმე. იცოდე ალი, ეიშანი და მე აი ასე ვართ. ჩვენ ძალიან ახლობლები ვართ. Bizdensin. ახლა შენს ჩვენი ოჯახის წევრი გახდი. Öyle. რა თქმა უნდა.
ოდესმე გაგვეძებიათ დილით იმ განცდით, Hayallerim რომ უკვე ახლოს ხართ საკუთარ ოცნებასთან. ben მე hissediyorum. ვგრძნობდი ამას. Dağılmadım ya. ჯერ არ არის მზად. Mis gibi kokuyor. შია, Ay uyanamamışım. დილით დამეძინა საუზმე მოამზადე ჯენგის. Nefis sucuklu yumurta. İster ო, გემრიელი არ ბოკვერცხი ზეხვით გინდა? მე მინდა. მოიცადე, ნუ ხარ სულ სწრაფი. Nurcan otur. დაჯექი. აი, ასე. Yumu. დაიწყე. Ali, ალე, Cengiz gel. ჯენგიზი ღამე სახლში არ მოსულა. Gelir biraz. ალბათ მალე მოვა. ზამოდი გარეთ გავიდეთ. Gelsene biraz. Ne oluyor? რა ხდება? Ne sırıtıyor? რა გაცინებს? Ben olmasam ne რა გეშველებოდა თუ ჩემოდ? Ne diyorsun? რას გულისხმობ, ალი? yapayım? ძირფასო. შენ შეგიძლია ყველა მოატყუო, მაგრამ მე ვერ გამაცურებ. Merak etme. ნუ ღელო, ჯენგიზმა არ იცის. Neyi? რა არის ის? bilmiyor? Arkası. ის რა საქმეებსაც ატრიალებ მის ზურგს უკან. Ali, ალი, ben şimdi მე içeri სახლში შევდივარ. sen de kendin. შენ კი ჯობს გონს მოხვიდე. ჯენგიზი როცა მოვა? რა მოხდება ჯენგიზი როცა მოვა? რა იყო ჯენგიზის უნდა მეშინოდეს? კიდევ რა ჩაიფიქრე? Ne numaralar? ამჯერად ვის უთხრის სამარეს? Kimin kuyusunu kazıyorsun? Dün gece baba გუშინ მამა შენი მოვინახულე. senden შენს sonra შემდეგ. Ne yaptın? რაკენი? bir sen mi რა uyanırsın? გონია მარტო შენ ხარ ასეთი ჭკვიანი? Ne işler çeviriyorsunuz? კიდევ რა ჩაიფიქრეთ Bir მამაშვილმა? iş çevirdiğimiz არაფერი არ ჩაგვიფიქრებია. Yıllar sonra... წლების შემდეგ პირველად ნახე. Yeme. რას მეუბნები? Ali, ალი, benim babam მე yok. აღარ მყავს მამა. İstiyorsan... თუ გინდა git წადი და evde ჯენგის sor. სუთხარი. Babam öldü benim için. ჩემთვის მამა ჩემი უკვე მკვდარია. მართლა? İyi o zaman. თუ ასეა მაშინ პრობლემა არ არის. Ne demek? ეგ რას ნიშნავს? Hallettim o işi. მე უკვე მოვაგვარე ეს საქმე. მამა შენი პრობლემა აღარასდროს აღარ იქნება. Nasıl როგორ მოაგვარე? Ne fark eder? რა მნიშვნელობა აქვს სვირფასო? შენ ხომ თქვი ის ჩემთვის მოკვდაო? Ne yaptın? რაკენი, ალი? რა ჩაიდინე? Her zamanki. ისეთი არაფერი, როგორც ყოველთვის. ის ჩავიდინე, რასაც თქვენ გააკეთებდით, გამბედაობა რომ ყოფნოდათ. ალი, Bir gün... თუ კი ოდესმე ცხოვრებაში სიგიჟემდე მოინდომებთ რაღაცას. რისი მიღებაც არ შეგიძლიათ. Hiç sahibi თუ კი სიზმარში ბევრჯერ ჩახუტები ხართ მამას, düşlerinizde sır... რომელიც სინამდვილეში არ ყოლიათ. მამა, მამა, Bir gün თუ კი yuvanızdan ოდესმე მიგიტოვებიათ სახლი daha hiç dönmedi. და აღარასოდეს დაბრუნებულ ხართ უკან. Sizi öldüren თუ კი ცხოვრებაში ოდესმე ყვარებიათ ის, რაც გკლავთ, ona bir daha sarılıp მაშინ იცით რაზე მოგიწევ თუ არის თქმა. bilirsiniz neden. კიდევ ერთხელ რომ ჩაიკრათ გულში. მამა,
შვილო, დედა, Canım. დედა. Birini öyle თუ sevdiyseniz კი ოდეს მე ასე ძალიან ყვარებიათ, sakın unutmayın. ნორას ოდეს დაივიწყებთ. Sizin თქვენი dokunuşunuz შეხებით შეგიძლიათ. მამა, bir hayaletin nasıl მოჩვენება მკვდრეთით აღადგინოთ. ეშან, შენ დაბრუნდი, Babacığına göre. მამასთან დაბრუნდი. ეშან, Canım. ჩემო სიცოცხლე. შვილო. ჩემო ომერ. როგორც იქნა დაბრუნდი. დაუბრუნდი დედა. მე არაფერი ჩამიდენია. მე უდანაშაულო ვარ. Hiçbir şey yok. არაფერი არ ჩამიდენია დედა. Suç işi. მე არ ჩამიდენია დანაშაული. მე-6 სერიის დასასრული. ფილმი გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი ორის მიერ. რა გჭირს სახეზე? შვილო, Çok yoruldum. დედა რომ იცოდე როგორ დავიღალე. შენ დაბრუნდი. ახლა სახლში ხარ ომერ. Sizi çok რომ იცოდე როგორ მომენატრე. yoruldum. როგორ დავიღალე. Yapamayacağım. მეგონა რომ ვერ შევძლებდი. Eve hiç მეგონა ვერასოდეს შევძლებდი შინ დაბრუნებას. ყველაფერმა ჩაიარა, ჩემო კარგო, ყველაფერმა უკვე ჩაიარა. უკვე ჩაიარა. Anne git. დედა უნდა წავიდე. ერთად არ უნდა ვნახონ. Bizi böyle görmesinler. ვინ არ უნდა გნახოს? ჯენგიზმა? ეს მან მოგიწყვარა. მოვადრო და ყველაფერს გეამბობ. Yine gel. ახლა უნდა წავიდე. არა, არსად გაგიშვებ. როგორც იქნა დაბრუნდი. აღარსად გაგიშვებ. Anne sizi დედა მე არ მინდა რომ რამე დაგიშევან. დაემომკლა. მომკლან მაინც არ გაგიშვებ. არ გაგიშვებ. anneciğim გონია მე არ მინდა დარჩენა. ben gitmek Armin'de. istemiyorum. თუ ასეა დარჩი. არ წახვიდე. აღარ დამტოვო. Anne nasıl? როგორ დედა? Anne. დედა, მოდი შვილო, მოდი. Anne ne oldu bir şey? დედა რა მოხდა? ბატონი ეზელი მოვიდა რომ. იმიტომ რომ ბოლოს ჩვენთან რომ იყო, შარფი დარჩა. ხოდა წასაღებად მოვიდა. მე კიდევ შენს ამბავს უყვებოდი. მოვუყევი რა კარგი შვილი მყავხარ. როგორ გენატრება შენი ძმა? Anne bunlar დედა რატომ დაიწყე ამაზე ლაპარაკი? მერც ძალიან ენატრება თავისი ძმა. Kardeşim. როცა ძმაც უდად არის ეს ძალიან მძიმეა. თქვენ საიდან იცით თქვენს მოგიკვდა ძმა? არა. დიდი ხანი არ გვინახავს ერთმანეთი. მე რატომ არ მიდიხართ მის სანახავად? რომ შემეძლოს Gidebilseydim. არც ერთ წუთს არ მოვეცდიდი. Abin gibi. sen de biliyorsun. რა იცი ჩემი ძმის შესახებ? მერთ. Yo haklı. არა მართალს ამბობს. მე არაფერი არ ვიცი მის შესახებ. Bilebilmek için her şeyini... მხოლოდ ის ვიცი რომ ყველაფერს გააკეთებ და ოღონდაც თქვენ გვერდით შენ ყოფილი. არაფერი არ იცი. Gelmez miydi? გონია არ მოვიდოდა თქვენთან რომ შეძლებოდა. Çok affedersin. დიდი ბოდიში, მაგრამ ჩემს ძმასთან რა გესაქმება? შენ რა შუაში ხარ? მერთ. როგორ ელაპარაკები? Ben hakkınızı Cengiz. შარფს ჯენგის მიუდან. O size getirdi. ის გადმოგცემთ. Dur bir dakika. მოიცადე. Abin შენი აზრით შენი ძმა სიცოცხლეს არ დათმობდა იმისთვის რომ თქვენ გვერდით ყოფილიყო. bir.
Benim abim... ჯერ ერთი ჩემი ძმა მოკვდა, მეორე. Benim abim dünya... ჩემი ძმა მსოფლიოში ყველაზე კარგი ძმა იყო, Ama benim abim... მაგრამ ის საკმარისად მამაცი არ იყო. Cesur değildi. Evet hapis... ციხეში იჯდა, მაგრამ ცოცხალი იყო. 8 senesi var. კიდევ 8 წელი უნდა მოეცადა, რომ ისევ ჩვენს გვერდით ყოფილიყო. მან არც ერთ წერილზე არ მიპასუხა. არ ჩამიკრა გულში. B3. მესამე. Benim abim ჩემმა ძმამ მიმატოვა, beni terk etti. მაგრამ არა უშავს. Ama olsun. მე ის Ben yine de ona... ყველაზე მეტად მიყვარს. Herkesten. ყველაზე მეტად. Şimdi ახლა კი წადით. lütfen gider misin? თუ შეიძლება. ომერ, Anne seni çok დედა ძალიან მიყვარხარ. Mert'e de მერცაც უთხარი, რომ ომერს ის თავის თავზე მეტად ben უყვარდა. çok seviyordum. აუხსენი ეს. Anlat. აუხსენი. Bu adamlar... რა გამიკეთა ამ ხალხმა კამილ? Söylesene. მითხარი. გიღალა და Evet. ო მაგრამ ამის გარდა En kötü. კიდევ En kötü ne yaptı? მათ ციხეში გაგიშვეს. Hapse attırdılar. მოკკლეს. Öldürdüler. Ben de öyle მეც ასე ვფიქრობ. Ulan bunlar... მათ ბევრი ტკივილი მომაყენეს. ახლა ჩემი ჯერია. Ama en kötüsü... მთავარი ისაა, რომ ყველაზე უარესი მე და მიტოვეს. En kötüsü... ყველაზე უარესი. O kadın ეს var. ქალი. O kadın. O kadın öyle bir ამ şey... ქალმა იმდენი რამე გააკეთა. Öyle Gamtexa. ki beni ortaya... ამის მერე მთელ ოჯახს უღალატა. Ben de aileme ihanet ettim. მთელ ოჯახს. Yok be Ezel. გეყოფა ეზო. Mert haklı. მერტი მართალს ამბობს. ისინი მაშინ მივატოვე, როცა ცოცხალი ვიყავი. Şu kapıyı... შეხედე ამ კარს, კამილ. Bu kapının... ისინი აღმოჩნდებიან ამ კარის ზღურბლზე. საკუთარი ფეხით მოვლენ. გაწირავენ იმათ, ვისაც ისინი უყვარს. ჯენგიზი? Cengiz... არა მხოლოდ ჯენგიზი. En kötüsü... ყველაზე უარესია ზურგი შეაქციო მათ, ვისაც უყვარხარ. ისინი ცდილობენ გაექცნენ ყველას და ყველაფერს. მაგრამ ის აღმოჩნდება ამ კართან. გაყიდის ბახარს და მოვა. მამა, Uzadın mı გაზრდილ ხარ? Uzadın mı sen? ო, ნამდვილად გამაღლებულ ხარ. Ödev mi yapıyordun? საშინაო დავალებას ასრულებ. მოდი ჩემთან. Ne istiyorsun? დაბადების დღეზე საჩუქრად რა გინდა? Şu dergide gördüğün... გინდა ის კამერა გიყიდო შენ რომ მოგეწონა. Fal diyor. დედამ თქვა ძვირი ღირსო. დედასთან მე მოვაგვარებ საქმეს. Yoktur. ამ ქვეყნად არ არსებობს რამე, რის ყიდვასაც ვერ შევძლებ ჩემი შვილისთვის. Unuttun sandın. გეგონა დამავიწყდა არა? Her şeyi unuturum. ზოგჯერ ასეც ხდება ხოლმე, მაგრამ საკუთარი შვილის დაბადების დღე არასდროს დამივიწყებია. ჯენგიზ, İçeri gelir misin? წამომყევი საქმე მაქვს შენთან. მითხარი რა უნდა გეთქვა? მე მეც მაქვს შენთან საქმე. მითხარი, Benimki daha... არა, ჯერ შენ. Önce sen. Cengiz, ჯენგიზ, babam geliyor. მამა ჩემი დაბრუნდა. Tanıyor musun abi? იცნობ მაგაცნო? Ali niye yaşanıp... ალი რატომ უთვალთვალებს ეიშანს? Karışık. ასე ცხოვრობენ. არავინ არავის ენდობა. შენ გენდობია? Yakındır. ნაწილობრივ. Bir emrin var mı abi? რამე დავალება გაქვს? წადი.
geldin. გამარჯობა. Ali'den duyacağına benden duy istedim. მე მინდა რომ ჩემგან გაიგო და არა ალისგან. მამა ძალიან ცუდად არის. დაბერდა. Ali'ye sen mi შენ დაავალი ალის ჩემი თვალთვალი. Deli misin? სულ გაგიჟდი? İnanamıyorum. Bir peşin. არ მჯერა რომ სათვალთვალო დალი მომიჩინე. რა ხდება ერთმანეთს არ ვენდობით? ხომ წახვედი ჩემს უჩუმრად მამა შენი სანახავად. რომელ ნდობაზე მელაპარაკები? მასთან იმიტომ წავედი რომ ჩვენს ცხოვრებაში აღარ გამოჩენილიყო. ჯანს ახლოს არ გაკარებოდა, ამას არასოდეს დავუშვებ. ჯერ უნდა გავიგოთ რა უნდა. Söz ver. პირობა მომეცი. Söz ver. შენ პირდი ჯენგის. Bir daha yaşamayacağım. ამას მეორედ ვეღარ გადავიტან. Bir daha მე kalmayacağım. აღარ დაგეხმარებით თქვენი ბინძური გეგმების შესრულებაში. Baban yüzünden miymiş? ეს მამა შენის გამო მოხდა? მამა შენის გამო წახვედი სასაფლაოზე. წახვედი და დეიდა მელიხა მოიყვანეს სტუმრად. Ömer'i hatırlıyor. ვიფიქრე მე მობეზრდი, რადგან უმერი გაახსენდა მეთქი. Ama ვიფიქრე რომ მიმატოვებდი. გამოდის რომ სასაფლაოზე მამა შენის გამო იყავი ასეა? öyle mi? Evet Cengiz. ასეა. Hem nereye gideceksin? სად უნდა წავიდე ჯენგის? Sen. შენ, Baba. მამა ჩემი ომერი. Hayatımdaki სადაც არ უნდა წავიდე მომაგნებთ. Bulursunuz beni. ნუ ეცდები წარსულის უკან დაბრუნებას გთხოვ. Çekiştirmeyin. არც ისეთი ძლიერი ვარ შენ რომ გონი. Bu kadar kuvvetli არც değilim. ისეთი ძლიერი ვარ. Değilim. Eyşan, ეიშან, ben dün senin için... გუშინ შენთვის რაღაც გავაკეთე. მხოლოდ შენთვის. Ne yaptın? ამდენად რა მოიგონა? Senin oteli... გახსოვს ეზელი სასტუმროზე რომ გვიყვებოდა. მას თანამშრომლობა შევთავაზე. Senin orayı ne kadar... დავინახე როგორ მოგეწონა ის ადგილი. შენ ხომ ოცნებობდი ამაზე. ხოდა შენს ოცნებას რეალობად ვაქცევთ ეიშან. ეზელმა რა თქვა? ამაზე კიდევ ვილაპარაკებთ. მთავარია პირობა უკვე მივეცით ერთმანეთს. ის თანახმაა. თუ ყველაფერი გამოვა, აზარტულ თამაშებს შევეშვები. ვერ შეძლებ. შევძლებ. სმასაც დავანებებ თავს. შენი გულისთვის ყველაფერს გავაკეთებ ეიშან. გუშინ რაღაც მოხდა და მთელს ჩემს ცხოვრებას სხვანაირად შევხედე. არ იქნებ გინდა რომ აქედან წავიდეთ. თუ გინდა წავიდეთ. უკვე ავიღე ორი. არა, სამი ბილეთი. 3 kişilik bilet aldım dün gece. Nereye? სად მივდივართ, მამა? Baştan başlama. იქ სადაც ყველაფერს თავიდან დავიწყებთ. სტამბული 1997 წელი. Cengiz abi. მაო ჯენგის. Mert, მერტ, kardeşim... ზამიგო, საყვარელო. დეიდა მელიხა სახშია? ო, ზევით არის. არავისთან ლაპარაკი არ უნდა. სასამართლოზე არ იყავი ჯენგის. გვეწყინა. შენ მისი უახლოესი მეგობარი მე იყო. ისევ მისი მეგობარი ვარ. Hiç gittiniz mi? იყავით მის სანახავად. გითხრათ რამე? მერტი და მელიხა იყვნენ. არაფერი არ უთქვამს. არავის ნახვა არ უნდა. ო, მეც ვიყავი მისული, მაგრამ ვერ ვნახე. Ben de gittim. Beni de gördüm. ზიემუნთას Mümtaz amca... მინდოდა მოსვლა, მაგრამ ვერ მოვედი. იცით რატო? Gidemedim. Niye biliyor musunuz? რატომ? Ömer'i korumak... ამით ომერის დაცვა მინდოდა. ეგრას ნიშნავს. Yani nasıl... როგორ აგიხსნათ? მართალი რომ გითხრათ, იმ ღამის შემდეგ საერთოდ აღარ მძინავს. O gün var ya... იმ დღეს ომერი და არი მოვიდნენ ჩემთან. Sonra dedi... ომერმა მითხრა, Yok. არა, მაპატია ზიემუნთას არ შემიძლია ამაზე ლაპარაკი. კარგი, თქვენ უფლება გაქვთ ეს იცოდეთ. Bilmek sizin de hakkınız. ამას გეტყვით. Dedi ki... მან გითხრა, Ben sizin gibi არ yaşamayacağım. მინდა თქვენსავით ვიცხოვრო. Ben Eyşan'a pırlanta... გითხრა მინდა ეიშანი ბრილიანტებით ალავსო. İnanmadı. თავისი გეგმის შესახებ გვიამბო, მაგრამ ჩვენ არ დავუჯერეთ. Yok şaka... როცა მიხვდა რომ არ მოგვეწონა მისი იდეა. თქვა გეხუმრეთო, თუმცა ჩვენ ჩვენს დანაშაულს არ უარყოფდით. ჩვენ ვერ შევაჩერეთ ომერი. გვინდოდა, მაგრამ ვერ შევძელით. Ömer dedi. არ ვიცოდით მართლა თუ წავიდოდა ასეთ რამეზე. ასეთი რამე როგორ შეიძლებოდა? ისეთი სუფთა გული აქვს. ასეთი რამ როგორ მოხდა? რა ეშმაკი ჩაუსახლდა? Hayat be Mümtaz. ცხოვრება ასეთია ზიამუნთას. En iyi adamı kötü... კარგი ადამიანებიც უშვებენ შეცდომებს. O yüzden gelmedik işte. იმიტომ არ მოვედით იმ დღეს სასამართლოში. Koruyalım diye. რომ არ გვინდოდა ომერის წინააღმდეგ ჩვენება მიგვეცა. თანაც ზიამუნთას ომერმა დიდი სიკეთე გამიკეთა. მისი შეცდომა რომ არ გავიმეორო საქმეს ხელი მოვკიდე. Ama Ömer yine... მოდის გიხდით ამ გამოთქმისთვის, მაგრამ ვირივით მუშაობ. Bir işe girdi Mümtaz amca. ლუგმა პურის ფულს პატიოსანი შრომით ვშოვლობ. ვცდილობ როგორც შემიძლია.
მე წავა. ამ საქმეს რაღა ეშველება ზიამუნთას. დრო და დრო შემოგივლით ხოლმე სანახავად. ვიცი ძალიან გიმზიმთ. მე რა თქმა უნდა, ომერს ვერ შეგიცვლით, მაგრამ მინდა თქვენ სანახავად მოვიდე ხოლმე და ისევ მოვალ ხოლმე როგორც თქვენი შვილი. ჯენგიზ. დეიდა მელიხა. აღარ გაბედო აქ მოსვლა. აღარ მოხვიდე აქ. თუ მოხვალ სახლში არ შემოგიშვებ. ამას რატომ ამბობ დეიდა მელიხა? უკანასკნელად მეძახი დეიდას. მითხარი ის გოგო ეიშანი შენთან ერთად არის? დეიდა მელიხა, ნება მომეცით აგიხსნათ. რა უნდა ამიხსნა? ჩვენთან გაიზარდე, მაგრამ ახლა ვხედავ ვინცხარ. ყოველთვის გშურდა ომერის. თვალს ვერ აშორებდი იმ გოგოს, გონია ვერ ვხედავდი ამას. მე არავისთვის არ მიღალატია. გონია თქვენი შვილი ერთადერთი მსხვერპლია ამ ამბავში. გონიათ ის გოგო მსხვერპლი არ არის? მე იმის თქმა მინდა რომ თქვი თუ კი რამე გაქვს სათქმელი? მე კი არა ომერმა მოგატყუათ. არ გაბედო მისი სახელის ხსენება. მან მოატყუა ის საწყალი გოგო. იმ გოგო მის გააკეთა, რაც სწორად მიაჩნდა. საკუთარ გულში საყვარელი ადამიანი დამარხა და სიმართლე თქვა. თუ უნდა გაჩუმებულიყო, ტყუილი უნდა ეთქვა? გაჩუმდი. დეიდა მელიხა. იმ გოგოს ყველაზე მეტად უყვარდა ომერი. ჩვენზე მეტად უყვარდა. შენ ხომ ენდობი საკუთარ გულის თქმას? ხომ გრძნობდი რომ იმ გოგოს უყვარდა? თქვი? ხო თუ არა? განა არ უყვარდა ომერი. დეიდა მელიხა. გონია ჩემთვის ეს ადვილია. საკუთარი თავი ჩემს ადგილას წარმოიდგინე. გვერდით მყავს ქალი, რომელსაც სხვა უყვარს. ფიქრობ ადვილია იცოდე რომ შენს ცოლს არ უყვარხარ. რა უნდა მექნა? ბედის ანაბარა მიმეტოვებინა. აქ ის არავის არ სჭირდება, აქ არავინ ხავს. განა ომერს ენდომებოდა რომ ის გოგო მარტო დარჩენილიყო. შენ ყველაფერს ხედავ დეიდა მელიხა. ოდა მითხარი ომერს ენდომებოდა ეს? Ömer ne olsun isterdi? ყველაფერი მოვაგვარე იშან. დრო და დრო უნდა ვესტუმროთ ხოლმე. სიტუაცია უნდა ვაკონტროლოთ. გაიღიმე იშან. იცი რა, ამ წუთში რა გავაკეთე? ის ზაფი გავწყვიტე, რომელიც ამ ოჯახთან გვაკავშირებდა. ჩვენს თავს რას ვუზამთ? შევძლებთ იმ ბოროტების დავიწყებას, რაც ჩავიდინეთ. შევიცვლებით. მე შევიცვლები. მე გავხდები ჯენგიზი, რომლის ნახვაც შენ გსურს. ყველაფერს ახალი ფურცლიდან დავიწყებთ ეიშან. მე ორსულად ვარ ჯენგიზ. ჩემგან? შენგან. ეიშან, შვილი გვეყოლება? ჩვენ შვილი გვეყოლება? ეს ხომ შესანიშნავია ეიშან. რას გეუბნებოდი ზვირფასო? ყველაფერს სუფთა ფურცლიდან დავიწყებთ.
ეზელმა სატყუარა ჩამოაცვა ანკესზე და თევზი ალაპარაკდა. სტამბოლი 2009 წელი. თუ რაღაცა საშევებ, სხვას ნუ გადააბრალებ შენს დანაშაულს. ანუ ეს წიგნი წაკითხული გაქვს? იყო დრო გარეთ საერთოდ არ გავდიოდი, წიგნებს ვკითხულობდი. მივხვდი რისი გაკეთება გინდა. მაინც რისი. გინდა ის ეზელი იყო, მე რომ მომწონს. მე არ მინდა ვიღაცის როლში ყოფნა. ისეთი ვარ, როგორიც ვარ. ჩემი შინაგანი ხმა მეუბნება, რომ არის კიდევ რაღაც. ნახე, 45 გამოცემა. შეგიძლია წაიკითხო. აბა ნახე, აქ რა წერია. წერილი ჩემი გრძნობების მთარგმნელად იქცა. მე მარტო აღარ ვარ. ვინ დაწერა ეს? მიხადმა, ნახე. კიდევ წერია რაღაც. საღამოს გამოხვალ. მამა რაღაცას ხვდება. უფლებას არ მომცემს. საინტერესოა. საკუთარი თავი ყველას თავისი ისტორიის გმირად მიაჩნია. განა ასე არ არის? არა, ჩვენ ბევრს არაფერს არ მოვადგენთ საიმისოდ, რომ თავარი გმირები ვიყოთ. მხოლოდ რაღაც ნაჯღაბს ვკითხულობ. იქნებ შენ ჯერ არ დაგიწყია შენი ისტორია. მეგონა რომ დავიწყე, მაგრამ ჩემი არ არის. სხვა ადამიანის ისტორია. ეზელ. ძალიან მაწყენინეთ. აბა მომეცი. ნახე. დღეს უფრო მეტი შევიტყვე მის შესახებ, შეიძლება გული მომიკლას. საქმეები მაქვს სწავლა. ხო, უნდა წავიდე. კარგი, რა გაიწყობა? არ გინდა რამე მითხრა? მაგალითად? მაგალითად, შენც წამოდიო. Ali neredesin? Gerçekten bilmek istiyorum. Ali სათხარ სიმართლე გითხრა? არა. Yok istemiyorum. დილით მინისტრმა დარეკა სათამაშო ქვების ისტორიით დაინტერესდა. გაარკვევ ვინ გააკეთა ეს. Kim yapmış öğrenebildin mi? Bizim რა ხდება ჩვენს რაიონში? არავინ არაფერი არ იცის. წარმოიდგენია? Nereden biliyorsun? დარწმუნებული ხარ? ო, მაგრამ მე ვიცი როგორ უნდა ავალაპარაკო კაცი. იქნებ ეს ნიშანი ალი. როცა გავიგებ, დამნაშავეებს თითებს დავამტვრევ. იქნებ ეს სერიოზული ნიშანია. რა იყო? ეზელმა აგირია ტვინი? Onun gibi bir şey. არა, ეგრა შუაშია. Ali, არი, sen bir იქნებ კაზინოში მოსულიყავი. შენი აზრი მაინტერესებს. Boş versene Cengo. ხუმრობ ჯენგო. შენ ხომ არასდროს არავის აზრს არ ითვალისწინებ. შენ იყენებს ხვების შრომას, ქალებს, ფულს, მაგრამ აზრს? Yok. აზრს არავის ეკითხები. არა, ძველი ჯენგიზე იყო ასეთი. რა მნიშვნელობა აქვს? ვცდილობ მოდასავყვე, უფრო დემოკრატიული გავხდე, ხო მართლა? სერდერს რა ვუყოთ? ეი, შენმა გადაწყვიტოს. არ მინდა თქვენი ურთიერთობების გაფუჭება. ტაქტიანი ადამიანი ვარ, არ მინდა ვინმეს ტკივილი მივაყენო. Evet. ნუ მესმის, არა და რა დროს გამოჩნდა. სად არის? სანახავად მინდა მისვლა. Gidip bir görüneyim bari. Kerpeten არა, ასე არ გამოვა. მასთან მისვლა თუ გინდა, ყველანი ერთად უნდა მივიდეთ. ayarlayayım mı? წავიდეთ. Olur. ხო? Ali, ალი, Sen de oyna. დროზე მოდი სალაპარაკო მაქვს შენთან. konuşacağız. გაიგე? Emrin olur. როგორც მეტყვი. Nerede lan bu tepsi? ეს ტეფო სადღა წავიდა. Arayacak. არასდროს არ არის, როცა მჭირდება. Toplanın gidiyoruz. წავედით დროზე. Oğlum, შველო, konuşmayacak არ mısın? გინდა დედასთან ლაპარაკი. Abin herkesten çok მეც შენს ძმას ამ ქვეყნად ყველაზე მეტად შენ Can უყვარდი. sakınırdı seni. ჩვენზე მეტად უყვარდი. Nerede? სად არის? რა? Sevgisi. Göstersene. სად არის მისი სიყვარული? მაჩვენე სად არის? ვერ ხედავ, ვერ ვგრძნობ. Olsun Mert. არ გახსოვს ბავშვობაში აქ ერთად იწექით ხოლმე. Burada yan yana. Şen geçinoda. Koyun koyuna. ეს კი გამშვიდებდა ხოლმე. Korkardın anne. Seni yanına alırdı. Unutmadım anne. ყველაფერი მახსოვს. Merak etme. ნუ წუხდები დედა. Yavrum. შველო, Canım yavrum. ჩემო კარგო. Bilmediğimiz bir იქნება şeyler არის var რაღაც, belki. რაც არ ვიცით. Bilsek ეს რომ გვწოდნო და Çalışıyorum anne. მე ვცდილობ ამის გარკვევას დედა. ტეფოსა ჯანდაბაში ხარ, მე მიწევ შენი სამუშაოს გაკეთება. ალო?
როგორც იქნა ძმა უტეფო, როგორც იქნა ინებეთ და მიპასუხეთ. როგორ ბრძანდებით? კარგად, დიდი მადლობა. დაგავიწყდა ჩემი ბრძანება. არა, რას ბრძანებთ, ბატონო? შენ პოსტი დატოვე და წახვედი. ახლა მე მიწევ შენი სამუშაოს გაკეთება. ხომ დაგავალე იმ არამზადას უთვალთვალე მეთქი. ძმაუალი, რაღაც საქმეები გამომიჩნდა, მაგრამ უკვე მოვდივარ. რა საქმეები ახლა ჩვენ ვარ ჩვენი ოჯახი? კარგი. რაც გინდა ისაკეთე. თავარია დროზე მოხვიდე. დღეს გაგიმართლა. შესანიშნავი ამინდია და შესანიშნავი პანორამა მაქვს. მაგრამ იცოდე ეს აღარ განმეორდეს. თორემ ცუდად წავა შენი საქმე. მაპატი ეზმიშვილო, ჩემთვის შაქარი არ შეიძლება. მაგრამ თუ გინდა, ამის ნაცვლად ერთ ამბავს მოგიყვებით. ჰასან საბახის ამბავი იცი? იყო ერთი კაცი, სახელად ჰასან საბახი. ციხესიმაგრეში ცხოვრობდა, მაგრამ მაინც გძლიეს. ის სამართალს აწესებდა და შიშის ზარს სცემდა ყველას. ასეთი კაცია. იმ დროს სელჩუკების მმართველმა თავისი ხალხი გაგზავნა და ავალა მისი თავი მომართვითო. ერთხელაც საბახის შიგრიკი მივიდა მმართველის სასახლეში, განაცხადა საბახმა გამომგზავნა სულთანს უნდა დაველაპარაკო. სულთანმა უთხრა, აბა გისმენ, თქვი, რა გინდაო? შიგრიკმა მოიხედა და თქვა, არა, აქ ბევრი ხალხიაო. სულთანმა თავის ქვეშ ებრძოლებს უბრძანა დაგვტოვეთო. რამდენიმე ადამიანი დარჩა დარბაზში, მაგრამ შიგრიკმა უთხრა სულთანს პირისპირ მსურს თქვენთან საუბარიო. სულთანმა დარჩენილებსაც უბრძანა გასულიყვნენ. სულთანს ინტერესი ჰკლავდა, აინტერესებდა რა უნდა ეთქვა. შიგრიკმა სულთნის უკან მდგომ მამლუქებსაც შეხედა და ითხოვა, რომ ისინიც გასულიყვნენ. მაგრამ სულთანმა თქვა, ესენი დარჩებიანო. რატომ დატოვა ისინი? იმიტომ რომ სულთნის შვილები იყვნენ. მან თქვა, რომ უსაზღვროდ ენდობოდა შვილებს. თქვა, ჩვენ სამნი ერთი მთლიანობა, ერთი ადამიანი ვართო. თუ გინდა თქვი შენი სათქმელი თუ არა და წადიო. მაშინ შიგრიკმა შეხედა მამლუქებს და თქვა, რომ მოვითხოვო თქვენი ხმლები მომეცით მეთქი და ამ დროს გიბრძანონ იბრძოლეთო რა სიზამთ. ისინი იდგნენ და არ იცოდნენ რა ეპასუხათ. მაშინ შიგრიკი მიტრიალდა და წავიდა სასახლიდან. მეორე დღეს სულთანმა უკან გამოიხმო ისინი. ვისაც ჰასან საბახის თავის მოტანა დაავალა. აი, ასე იყო ეს ამბავი. საინტერესო ამბავია. შენი აზრით მე ვინ ვარ ამ ისტორიაში? ჰასან საბახი. არა, მე შიგრიკი ვარ. შიგრიკი და მეტი არავინ. შენ ვინ ხარ ამ ისტორიაში? მე ხმლიანი მამლუქი. ერთხელაც შიგრიკი რომ მოვიდეს შენთან რა სიზამ? მიპასუხე. მიპასუხე, გისმენ? მაპატიეძია. მე ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. შენსავით წიგნებს არ ვკითხულობ. შიგრიკი თუ მიბრძანებს რამის გაკეთებას განა შემიძლია უარი უთხრა, არა? კარგი, აღარ გადაგხლი. ერთი რამე მითხარე მხოლოდ ეზელმა რომ გითხრას, არის როლო. მე გიგითხრა ის როლე მეთქი. რა სიზამ? დაფიქრდი და მიპასუხე. შენ ოღონდ მითხარი ძია. მითხარი ის როლეო და ვისვრე.
ზია, მომეცი ჰასან საბაჰის წიგნი. Okuyalım ki მინდა წავიკითხო. yapacağımızı bilelim. წავიკითხავ და ჭკუა მომემატება. შენ არ ჭირდება ციგნების კითხვა. მხოლოდ მოусმინე, რასაც გეუბნებიან. ეს საკმარისია. წადი. კარგ დღეს გისურვებ. წადი. ეზერ, სად დაიკარგე? მუშაობ ძია. გისმენ? გუშინ ვერ ვილაპარაკეთ. მაინტერესებს რამე საინტერესო მოხდა. დიდი მადლობა, ყველაფერი ისე მიდის, როგორც საჭიროა. ხიზლად იყავი, შეიძლება თვალთვალი დაგისვან. ახლა რისი ჯერია? ერთი ფაქიზის საქმე მაქვს. ჩემი დახმარება გჭირდება? არა. ჯერჯერობით ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ისინი თვითონ შემოდიან გალიაში. მალე განთავისუფლდები ამ ყველაფრისგან. შეძლებ განთავისუფლებას. ნახოთ ძე. ბავშვებო, ნახოთ საჩუქრები. კი. წყნარად. აი, წყნარად ბავშვებო, მოყვირით, მოხმაუროთ. Yaramazlık yapmayın. ბატონო, ნება მოგვეცით 5 წუთი აქ ვიყოთ. ბავშვებთან გვინდა ყოფნა სულ ცოტა ხანს. რა თქმა უნდა, ეგრე სალაპარაკოა. დიდი მადლობა. Ezel abi. Bu დიეზელ, ეს გოგო. როგორ თქვა? თქვენი ცოლია? არა, ბავშვებო. Kaçırma sakın. Ezel ხილად იყავით, ეზელი ისეთი სიმპათიურია და მდიდარი. ეს ყველაფერი წარმავალია. მე კეთილი გულის ადამიანები მომწონს. მე ვარ გულკეთილი. წამიყვანე შენთან. Ben abla ben. არა, ჯობს მე წამიყვანო. წამიყვანე. მე უკვე ვიცი ლოგინის გასწორება. Öpüyor ama almasın. გაკოცა, მაგრამ მაინც არ წაგიყვანს, იმიტომ რომ ჯერ პატარა ხარ. Gel bakayım. აბა მოდი ჩემთან. მოდი. Gel. Küçük mü dedi? შენზე თქვეს პატარაო. მოდი ვაჩვენოთ ვინ არის პატარა. Göster. 100 ხელები? Kaldır ellerini. აბა, 100 ხელები? აი ახლა ყველაზე დიდი ხარ, გაიგე? ვაჩვენოთ ვინ არის ყველაზე დიდი. ახლა გაიგე ვინ არის ყველაზე დიდი. Ya gösterdik onlara kimin ხომ გაიგე? Gel bakayım. გაიგეთ. Hadi bakalım. მედი. მოდი ჩემთან. Resmen. აბა როგორ ხარ? ხატავ? Konuşmak ჩემთვის ლაპარაკი არ შეიძლება, დასჯილი ვარ. Haber ver. მითხრეს რომ კიდევ გაქცევო ხარ. Kaçmışsın yine. Hem de daha uzun. შურს გავიქეცი. Nereye? მაინცად. Hadi git. წადი. Gitmeyeceğim. არა, არ წავალ. Gideceksin. ძალიან კარგადაც წახვალ. მოშორდი აქედან. ქაღალდი არ გჭირდება. ბატონი ეზელი არაჩვეულებრივი ადამიანია. არასოდეს არ გვტოვებს. სულ მოდის საჩუქრები მოაქვს ბავშვებისთვის. დიცულოვანია. ეს ბიჭი ვინ არის? 10 წელზე მეტია ჩვენთან ცხოვრობს. მან ბევრი რამე გადაიტანა. არც კი დაიჯერებ. და ეზელი? ბატონი ეზელი რამდენიმე წლის წინ მოვიდა ჩვენთან. რა არ ვცადეთ ამ ბავშვისთვის დასახმარებლად. ყველაფერი ამაოა. ობოლია? ძიმე ცხოვრება აქვს. დედამ დატოვა აქ. სულ პატარა იყო. დედამის გოგონაც ყავდა, ის წაიყვანა, ეს კი დატოვა. ბევრი ტანჯვა ნახა ბიჭმა. ბევრი. მამა? მამა მოუკლეს, ის მცველი იყო. ძარცველებმა მოკლეს. ეს რა არის? რა არის და Bu Ezel. ეს ეზელია. Çocuk esirgemeyi ხშირად დადის ბავშვთა სახლში. atlamış. საკუთარი თვალით ვნახე დღეს. Bugün yakaladık. მერე Çocuk kayıtlarını aldık. რა მერე ყველა ბავშვის დოსიე წამოვიღე.
აბა პირველივე ჯერზე გამოიცანი ვინ არის მისი რჩეული. Ali, ალი, sen dün ეს გუშინდელი ამბავია. და დღეს რა მოხდა? bugün ne oldu? ნუ თუ ეზელი მოკვდა, Allah რა korusun. გიჟდი? Velini ის ჩვენი კეთილის ყოფილია. ortak ჩვენ პარტნიორები ვიქნებით. სასტუმროების ბიზნესს მივხედავთ. ალი, ამ ბიზნესში დიდი ფული ტრიალებს. bakarsın. Gergiyerdi. Kumarhaneleri paketler sana. შეიძლება შენ კაზინოს დირექტორად დაგნიშნო, მაგრამ არ გპირდები. Tamam. რა თქმა უნდა, გასაგებია. Kumarhaneler გითხარი კაზინო მეთქი. გესმის ეს თუ არა? Ben seninle ყველაფერი შესანიშნავად მესმის. kendine iyi შენ ახალ ბიზნესს დაიწყებ, მე კი გვერდით ჩამაჩოჩებ. შენს ქონებას ალმაცერად რომ არ დაუწყო ყურება. çüş be. კარგი რა ალი, გეყოფა, მართლა ასე ფიქრობ ჩემზე? გუშინ რაზე ილაპარაკეთ შენ და ეზელმა? Ne oldu? არც არაფერზე. Yok öyle bir şey deme. რაზე უნდა გველაპარაკა? Yani insanlık hali. იმაზე თუ როგორები არიან ადამიანები, სულ ეს იყო. Sen bakacaksın. ერთი ამას უყურეთ. Bana da ne თავის სამომავლო გეგმებზე მელაპარაკება, პარტნიორობაზე, მაგრამ ჩემი აზრით თუ იკითხე. Niye sana? შენ რატომ უნდა გითხო რამე? Ali. Benim param. ჩემი ფულია, Benim. ჩემი წილია. Ya bırak şimdi ince. კარგი, გვეყოფა, თორემ ერთმანეთს ვაწყენინებთ. მორჩა დავხუროთ ეს თემა. როგორც ჩანს ეზელმა წყობიდან გამოგიყვანა, იმან კი არ გამომიყვანა, შენ გამოყავარ წყობიდან. ესე იგი ჩემი წილი არ ითვლება, არა? შენ შენი წილი მკვლელობის ფასად მიიღე და მე რა მივიღე? ორი დღის სანაცვლოდ. ეს თემა დიდი ხნის წინ დაიხურა. შეგახსენებ, ჩვენ გავინაწილეთ ის ფული და ყველა თავისი გზით წავიდა. ხომ არ დაგავიწყდა როგორ გაგვლანძღე და წახვედი. hatırladım. ყველაფერი მახსოვს. Sonra ის თუ გახსოვს რომ შენ მოხვედი ჩვენთან. sen geldin. ჩვენ არ მოვსულ ვარ ჩვენთან. O gün kim? არავის დაუძახია შენთვის. Bugün de kimse. დღეს კი არავინ არ გაგდებს აქედან. სწორედ ამიტომ გამოგიძახე. თუ გინდა დარჩი, İstersen. თუ გინდა, შეგიძლია წახვიდე. Git. Kalırsa. თუ დარჩები, კაზინო შეიძლება შენი გახდეს. თუ წახვალ, შენი გადასაწყვეტია. Sen. ყველაფერი გასაგებია. ბატონო, ერთი წუთით. კვიპროსი 2006 წელი. მოგვიანებით ვილაპარაკებთ ამაზე. Vay vay. შავი კატა ჯენგიზი. მაინც გადაწყვიტა შენი გეგმის განხორციელება, არა? Sen bizi თუმცა მე სულ დაგავიწყდი. iyi viski. შესანიშნავი ვისკია. Ben de hemen ბარი მეც გავაკეთე. უცხოური სასმელები მაქვს. sonra işte gel. კიდევ მანქანების კოლექციას ვაგროვებ. Senin araba? შენ რა მანქანა ყავს? რაღაც ძველი მანქანა. მე მხოლოდ ახალი მოდელები მყავდა. სხვადასხვა ფერის მანქანები, წითელი, Yabruyorlar. ტყავის სალონით, მოკლედ, შენს მშვენივრად იცი. Bunlar yanıyor. Süper. მაგარია. Güzel günlerdi. გადასარევი დრო იყო. სწორად გამოვიყენე ის ფული. Hayrola? მე რა მოხდა? Ne oldu რა მოხდა? Sen nerede yaşıyorsun? რა იყო? არ იცი ქვეყანაში რა ხდება? კრიზისი დაიწყო, კრიზისი. Çıkardım elden. ყველაფრის გაყიდვა მომიწია რაც მქონდა. Geçmiş olsun. ძალიან მზუხარ. O gün bugündür. რაც იყო. Neyse. კარგი. Artık ახლა ფეხბურთის სხვა მატჩებს უყურებთ. Derken? შენ გინდა თქვა რომ geçen sefer ben bir pas. წინა თამაში გოლი გავუშვი. შენ კი გაიტანე. ახლა შენ საჯარიმოსთან ვზივარ და გელოდები. Çok yok yanımda. თან ბევრი არ მაქვს, მაგრამ Muşsun beni. ღმერთო ჩემო, მეგობარო. Bahşişe. შენ რა, საერთოდ არ მიცნობ? მოწყალება შენს თანამშრომლებს დაურიგე, იმათ, ქვემოთ რომ არიან. Hakkını. მე ის მომეცე, Peki bak. რასაც ვიმსახურებ. მოიცადე მომისმინე, დაცვის სამსახურის უფროსი მჭირდება. შენ ასეთ ამბებში კარგად ერკვევი. ანუ შენთან მიმუშაო. Önce რა თქმა უნდა, ჯერ სპეციალურ მომზადებას გაივლი. სასწავლებლად გაგიშვებთ. რაღაც კურსებზე შესანიშნავი ხელფასი გექნება. Sen kimin parasını kime შენ ვის veriyorsun უხდი lan? ფულს და ვის ფულს უხდი? Olmadı da. ხელებიდან ის სისხლი ჯერ კიდევ ვერ ჩამოვირეცხე. როგორი შოვა ეს ფული, რომლის გადახდასაც აპირებ ჩემთვის? ზედმეტი არ მოგივიდეს ალი.
ვისი წყალობით ზიხარ მაგ სავარძელში? ვისი წყალობით გაქვს ფული? ჩემი წყალობით. მე გავაკეთე ჭუჭყიანი სამუშაო, მე, შენი ოფისი მე მეკუთვნის, წესით მე მეკუთვნის, გესმის? მე გავაკეთე შენი გასაკეთებელი ჭუჭყიანი სამუშაო, მე ვიმსახურებ ამას. მე და სხვა არავინ. მე ვიმსახურებ, მხოლოდ მე გასაგებია? გადით. გადით ოთახიდან. რამ გადაგრია? მე ვფიქრობ შენზე, ვღელავ შენს გამო. უბრალოდ ამ ბიზნესის არაფერი გაგიგება. კაცი იფიქრებს ამ ქვეყნად მხოლოდ შენ ხარ ჭკვიანი, სხვებზე ნაკლები არაფრით არ ვარ. მადლობა ღმერთს. კარგი პარტნიორო. ოღონდ მერი არ მითხრა, არ გაგიფრთხილები ვარო. აი ასე შობს. გუშინდელი დღის ანგარიშია, თუ შეიძლება გადახედეთ და ხელი მოაწერეთ. ხელი მოაწერეთ, თუ შეიძლება. კიდევ რა გინდა? ბატონო, ის ანგარიში უნდა გენახათ, მე რომ მოგიტანეთ. აბა, ახლა რა გინდა? გადმოატრიალეთ. არასწორად გიჭირავთ. გადმოატრიალო. გადმოატრიალო არა. ბედავდა მასწავლი რა უნდა გავაკეთო არა? მიიღე ისწავლე ჭკუა. ესე შენ. ბატონო ალი ჯენგის სარცალია. აიღე შენი გასაღები. არ მითხრა რომ არ მოგეწონა. თავი დამანებე ჯენგის. ზმა ჯენგიზმა თქვენს გამოგიყვანათ წყობიდან. ნება უმეცი გაგაცნო ეიშანის და ბახარი. ეს კი ჩვენი ღრმად პატივცემული ალია. ძალიან სასიამოვნოა. ბატონ ალის ჩვენთან უნდა ემუშავა, მაგრამ როგორც ჩანს არ მოეწონა და გამოსამშვიდობებლად მოვიდა. სწორად იქცევით. გაიქეცით აქედან. რას ბრძანებთ, არსად გაქცევას არ ვაპირებ. ისეთ მე მგონი ეს თანამდებობა ნამდვილად საჩემოა, ყველაფერი მაწყობს. სტამბოლი 2009 წელი. აკრიფე და წამომყევი. სად მივდივართ? საბუღალტრო ანგარიში უნდა შევადგინოთ.